ნაბიჯი მეორე. განსხვავებული ფასები. ფასები პარკებში, მუზეუმებში შესვლაზე. დასათვალიერებლად ყველაფერს შესვლაზე, რომელიც ეხება ტურიზმს, რომელიც ფლობს სახელმწიფო, უნდა იყოს განსხვავებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სხვა, უცხოელისთვის სხვა. ის თანხები, რომელსაც რიხდით საქართველოს მოქალაქეები, 20 ლარი, 10 ლარი, პარკში რო შევიდეთ, ეს უცხოელისთვის არაფერი არ არის. ისინი ჩამოდიან აქ, რომ შევიდნენ მარტვილის კანიონში და უფლის ციხეში და ამ თანხებს გადაიხდიან. გადაიხადონ. მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს არ შეიძლება რომ კონდეთ იგივე ფასები. ეს საერთაშორისო გამოცდილებაა ნაბიჯი მეორე და ეს ფასები უნდა იყოს განსხვავებული. ჩვენთვის ადამიანი რო დაიბადა და გაიზარდა მარტვილში და ეხლა ვეღარ იხდის იმ კანიონში შესვლის თანხას, ჩვენთვის ეს თანხა უნდა იყოს სიმბოლური 1 ლარი, 2 ლარი. მორჩა. და უცხოელებისთვის უბრალოდ პირადობის მოწმობით უნდა იყოს სხვა ფასი. პირადობის მოწმობა იაფი სიმბოლური ფასი, ლარი, 2 ლარი და უცხოელებისთვის ჩვეულებრივი საბაზრო ფასი იმისთვის, რომ ეკონომიკა მაკედან ისუნდგმულოს. არ გვინდა რომ ვიყოთ როგორც ჰაიტი, ესე უნდა მოიქცეთ. ესე ჩვენ შეგვიძლია მართლაც არ დავემსგავსოთ გაუბედურებელ რომელიმე ბანანის რესპუბლიკას, სადაც არც სახელმწიფო არსებობს, არც ხალხი არსებობს და რომელიც იმართება ღმერ კორუმპირებული დაჯგუფებებით. ეს ნაბიჯი ნომერი მეორე.